კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე განიხილეს. ბრიტანეთის სანქციები და შეფასებები ქრონიკაში. პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სახელწოდებით პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში. ირაკლი კობახიძემ რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ხედვაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა. მეგი ნარსავიძე აშუქებს დიპლომატიის ფორუმს და ანტალიიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. სოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა თუ რა როლი აქვს ამ მიმართულებით, რა პოზიტიური როლი აქვს ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას. აღნიშნა რომ ახლა დროა ყველა იყოს ორიენტირებული სწორედ სოფლიოში მშვიდობის მიმართულებით მუშაობაზე და ამ ფონზე ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და გაფართოებაზე. ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. მსოფლიოში არსებულ ამ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაღრმავოთ პარტნიორობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამას საკმაოდ წარმატებულად ვახერხებთ. ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობას ვაღრმავებთ სხვადასხვა ქვეყანასთან. საქართველოს სტრატეგიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, ეკონომიკურ განზომილებაშიც ასე ხდებოდა. ჩვენი მიზანია საქართველოს ეს როლი მაქსიმალურად აღვდგინოთ. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებით. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონთან დაკავშირებით. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ რთულია. სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებობს მიმდინარე კონფლიქტები, მაგრამ საქართველო ყოველთვის თამაშობდა ძალიან პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გაძლიერების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მშვიდობის გამყარების კუთხით. სამშვიდობო ხედვა და პოლიტიკა გვაქვს რუსეთის ფედერაციის მიმართაც. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას ვახორციელებთ. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ამდენად ესეც ჩვენი ხედვის ნაწილია. ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურ ჭრილში საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს. თუ მაჩვენებლებს შევხედავთ 2021 წლიდან მოყოლებული საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.4%-ია. ეს არა მხოლოდ რეგიონისთვის არის უმაღლესი ნიშნული, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ამდენად ეს არის ჩვენი პოლიტიკის საკვანძო ასპექტი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეკონომიკურ განვითარებაზე ჩვენს ირგვლივ მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი. სამომავლოდაც ამ ხედვით ვაპირებთ სვლას. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახადისებული. ამ მომენტის დადგომას ველით და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები ამ მიმართულებით პოზიტიურად განვითარდება. განვითარებისთვის ქვეყნებს შორის და ქვეყნებში სწორი ურთიერთობებისთვის მშვიდობა გადამწყვეტია. ამიტომ ყველას ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს მშვიდობის გამტკიცებაზე ჩვენს ირგვლივ და ძალიან გვახარებს, რომ ამას თურქეთთან ერთად ვაკეთებთ. რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ასევე მისდევს მშვიდობიან პოლიტიკას განვითარებისთვის. ყველა მიცის, რომ საერთაშორისო კავშირების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უბრალოდ შეუძლებელია. მშვიდობის პირობებში ეკონომიკის განვითარებასა და კეთილდღეობაზე უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენგანის აქცენტირება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა აუცილებლად უნდა დააბალანსონ ურთიერთობები ყველა მოქმედ მხარესთან და ამას ყველა გაგებით და პატივისცემით უნდა მოეკიდოს. სწორედ ამას აკეთებს და მხარს უჭერს თურქეთი.
დღეს პანელური დისკუსიის თითოეულ მონაწილეს ჰქონდა 3 წუთი იმისთვის, რომ ესაუბრა დიპლომატიის ძალაზე. ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დიპლომატიის ძალა არის განსხვავებული, როცა მსოფლიოში არის მშვიდობა, თუმცა ომთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე დიპლომატიის ძალა ამ დროისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის შესუსტებული. მან გაიხსენა 2022 წელი და ის მოწოდებები საქართველოს მიმართ, რომელიც გულისხმობდა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. სწორედ ამაზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გაიხსენა ისიც, თუ როგორი იყო ამ მიმართულებით საქართველოს მტკიცე პოზიცია. დიპლომატიის ძალაზე საუბრისას უნდა გავმიჯნოთ მშვიდობიანობისა და ომიანობის პერიოდები. დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს ამ ორ ვითარებაში, როდესაც ვადარებთ მსოფლიო მოვლენათა განვითარების ამ ორ ეტაპს. ამჟამად გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში ჩვენი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია. 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია რა თქმა უნდა არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია რა თქმა უნდა მთავარ ადგილს დაიგავებს. ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წამმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება, აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ მოთმინებით ვედით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალა შეიძენს. ევროკავშირის წამყვანმა წევრებმა და თავად ევროკავშირმა უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება არაოდნავ, არამედ ძირეულად. გაფართოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით მიმდინარე ომის ფონზე. ფორუმში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად იღებს მონაწილეობას. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა რეგიონში ასეთი ფორუმი იმართება და საქართველო იღებს მონაწილეობას. დღეს ასევე მედიასთან ისაუბრეს მევლუთ ჩავუშოღლუმ და პიტერ სიარტომ. მათ ყურადღება გაამახვილეს კონკრეტული ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის სამართლიანი, უნდა შეიცვალოს და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ანტალიის დიპლომატიური ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ წარმოდგენილია ძალიან ბევრი ლიდერი მასში მონაწილეობის მისაღებად და მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ ფორუმში მონაწილეობის მიღება. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის აქტუალური საკითხები იყოს გაჟღერებული, ასევე ის გამოწვევები, რაც სწორედ საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით გვხდება. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები, ასევე ის მიდგომები, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვაწყდებით ზოგიერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან და ბიუროკრატების მხრიდან ბრიუსელიდან. რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან ხშირად განხილვის საგანი, ვინაიდან საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც უნდა სემპატივი ქართველი ხალხის არჩევანს. We are enjoying the excellent bilateral relations. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა, ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს უჭერდით. საერთაშორისო ორგანიზაციებში კი საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერენ მხარს. სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამით ვარ მე დაკავებული ახლაც თურქული დელეგაციის მეთაურის რანგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სამწუხაროდ ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან. მე მათ
ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდებ. ჩვენ არ მოგწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით. ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს ორმაგი სტანდარტების გარეშე. რამდენჯერაც მემარჯვენე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ არჩევნებში, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი. მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის თემა წელს არის დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში. ამ ფორუმში მონაწილეობს ქართული მხარე, რომელსაც დღეს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მადლობა მეგი ნარსავიძეს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ბუტა რობაქიძის მამას მოусმინეს. ამირან რობაქიძემ 21 წლის წინ მომხდარი უმძიმესი ამბავი გაიხსენა, თქვა, რომ შვილის მკვლელობის საქმე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა გააყალბა. ნინო არღულიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. ქეთი ბუტა რობაქიძის მამამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა 21 წლის წინ მომხდარი მკვლელობის დეტალები და თქვა, რომ მისი შვილის სროლიდან 35 წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო, თუმცა მაშინ, როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილს აყალბებდა, ბუტა რობაქიძემდე სასწრაფოს ექიმიც კი არ მიუშვეს. სოსო რობაქიძის ეს განცხადება საკმაოდ ემოციური იყო. მამა ამბობს, რომ გამიზნული იყო თავდაპირველადვე, რომ ბუტა რობაქიძე ადგილზე უნდა მომკვდარიყო და შემდეგ შემთხვევის ადგილი გაეყალბებინა და ამ პროცესში კი ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები, არამედ მაშინდელი მაღალჩინოსნები. დღეს მან რამდენჯერ მიახსენა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის, ისე ვანო მერაბიშვილის სახელი და გვარი. ის ამბობს, რომ აუცილებელია, რომ მაღალჩინოსნებმაც აგონ პასუხი იმისთვის, რომ რეალურად ყველამ და განსაკუთრებით დღეს ქუჩაში მყოფმა ახალგაზრდებმა იცოდნენ თუ რა სჩადიოდა სისტემა ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათი მისამართით. ბუტა რობაქიძის მამამ, როგორც უკვე გითხარით, დეტალურად ისაუბრა თუ რა მოხდა 21 წლის წინ და მათ შორის თქვა ისიც, რომ მაშინ, როდესაც გრიგოლ ბაშალეიშვილი, ის ვინც ბუტა რობაქიძეს ესროლა, 3 წლით ციხეში იჯდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ის კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დააბრუნა. ბაშალეიშვილმა, რომელმაც მოკლა ცვირით არის დაცემული, 35 წუთი ბავშვი იყო ცოცხალი, მაიზერ ლიპარტელიანი, რომელიც იყო ოცეულის უფროსი, მე მივედი 25 წუთის შემდეგ და ბავშვმა ხელი დამახმარა შემოტრია, რომ გადმოვატრიალეო. ცვირით არის, ცვირის გატეხილი ხოდა და შუბლიც. 2 წელი შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი. მე მაგალითად შურის ზევაზე ვიყავი ჩასაფრებული რა. და მამაჩემს ვეუბნებოდი, რა დროს პროკურატურა პატრიარქმა გამომიყვანა საერთოდ მდგომარეობიდან, ყოველ შაბათ-კვირას მირეკავდნენ საპატრიარქოში და პატრიარქს ქონდა ნათქვამი, რომ გვირგვლიანის და რობაქიძის მშობელი ჩემთან არ აქვს ლიმიტი, როცა უნდა მოვიდეს. ბაშალეიშვილი ბუტა რომ მოკლა, როგორც კი გამოვიდა ციხიდან, ვანო მერაბიშვილმა აღადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე მეუბნება სასამართლოში ოქრუაშვილი რომ სოსო ხო იცი შენი შვილის მკვლელი და მოგცე მაგერ იარაღს და მოკალიო. ეს ოქრუაშვილი სად ნახეთ პროცესზე იყო? ოქრუაშვილი იყო მოწმედ დაბარებული სასამართლოში, ხო? და ნახე იქ და სვათაშორის ქართული ოცნება ხელისუფლებაში ამ დროს. ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ ქალბატონოთიან ანაშვიძე. სვიპირი აღარ ქონდა 35 წუთი იცოცხლა. გადარჩენილი შეიძლება ვერ გადარჩენილიყო. სასწრაფო როგორც მივიდა იქ, მივიდა 3-4 წუთში. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მიცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ. ბუტაც დავინახე და ეს ბიჭები ძიცო იყვნენ, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლიაო. მე იქ იარაღი არ მინახე არავის. ისე წვალობდა 25 წლის ბავშვი, რომ მე და ჩემი და ფშხილებიდან ასვალთს უღებდით. ბიძინა ივანიშვილი დროულმა მოსვლამ იცი რა გააკეთა? კი არ იქნებოდა 200 ბიჭი მოკლული, იქნებოდა 1200 ბიჭი მოკლული. ციხეში კი არ იქნებოდა 700 კაცი მოკლებული, იქნებოდა 2700. აი ეს სიცოცხლეები აჩუქა. ბიძინა ივანიშვილმა იმ ოჯახებს რომელთაც ჩვენაირი გამწარებულები არ არიან. სერჟანტ როინ შავაძის ქვრივი იჯდა გუშინ აქ და მან თქვა სიტყვები, რომ ჩვენთვის არც აწმყოა და აღარც მომავალიო. იგივეს ბრძანებთ თქვენ. სამწუხაროდ ეს ასეა, თუმცა თქვენ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დღეს თქვენი გამოსვლა თქვენთვის. ამას უსმენენ ახალგაზრდები, უსმენს საზოგადოება და ჩვენი მიზანია, რომ ის აღარ განმეორდეს, რაც
იყო და ამაში ყველა მწვრილი უნდა შევიტანოთ. მადლობა თქვენ ამისთვის. მიდარვე სასამართლო დამთავრდეს. ასე მგონია თუ მე ვერ მოვესწრები, კიდევ ვერ მოიხდის ოქროაშვილი ბოლომდე ციხეს და ოქროაშვილი თუ გამექცა, მე ჩავთვლი რომ ტყილა მიცვალი ეს 21 წლის განმავლობაში. ირაკლი ოქროაშვილი ვინაიდან იმ დროს, როდესაც თქვენი ვაჟი მოკლეს ქუჩაში, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 21 თვე. ისთვის მე გადავიდა, მაგრამ ყველანაირი გაყალბება დაიწყო და მე ვანომ კიდე უარესი გააკეთა. ახალგაზრდებს ვიტყვი რომ შეცდომის შესული და ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევთ, გეუბნებით რომ ყლელებთან ყლების გვერდით გეხართ. თქვენზე მართლებიც ვიყავით. თქვენზე გამწარებულებიც ვიყავით, თქვენზე მაგარი ქართველებიც ვიყავით და ერთი ფანჯარა არ ჩამტვრეულა, არცად. ერთი პოლიციელი არ გვიცემია. არ გვიცემია, იმიტომ რომ ის პოლიციელი უნდა იცოდე რომ ისიც ვიღაცის შვილია. ამ წუთებში კი საგამოძიებო კომისიის წევრები აფრასიძეების მძიმე ისტორიას ისმენენ. ისტორიას, რომლის მიხედვითაც სოფელ ეცერში 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით და ამ სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრთა ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი დაასერეს. მაშინ, როდესაც ცხრილავდნენ ოჯახს, ამ დროს ოჯახში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ 4 ბავშვი და საკუთარი თვალით ხედავდნენ თუ როგორ ექცეოდა ოჯახს რეჟიმი, როგორ ექცეოდნენ ოჯახს რეჟიმის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიაზე ამ წუთებში დოდო აფრასიძის გარდა იმყოფება ასევე გიორგი და მისი ბიძაშვილი, ის ბავშვები, რომლებიც მაშინ სწორედ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. იმ დროზე ჯერ გათენებული აღარ იყო კარგად. 7 იყო. დაიწყოს როლა, მაგრამ რაღაცნაირი როგორც სეტყვა ისე მოდიოდა ტყვიები. ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ, დაიწყეს დაბომბვა. იმ სახლის, სადაც ბავშვები იყო. საერთოდ არავის არ მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას. შევარდნენ, ეს ორივე ესენი დაიჭირეს, ომეხი შებორკეს. გოჩას ტყვი არ მოხვედრია, გოჩა დასერეს. თანით დასერეს. სიგნოზით. ეს ომეხი ხელფეხშებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრელი იყო შუაზე. მე ეს ბეჭედს რო ვერ აძრობდნენ, წააჭრეს თითი. ცხედარს. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. სპეცოპერაციას გადარჩენილი აფრასიძეების მოსმენა ამ დრომდე გრძელდება საქართველოს პარლამენტში. მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს საგამოძიებო უწყებას ასევე დაბარებული ყავდა გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია. გიორგი ვაშაძე 10 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის პარლამენტში არ მოვიდა. შესაბამისად, კომისიამ შემდეგი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას საკანონმდებლო ორგანოში პირველ საათზე ელოდებოდნენ, არც ის გამოჩენილა საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მოგვიანებით კომისია ასევე მიმართავს მასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას. პარლამენტიდან ნინო არღულიანი გვერდთვებოდა. ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სააკაშვილის რეჟიმის ფსევდოოპოზიციური დაჯგუფების წარმომადგენელმა შემდეგი რამ თქვა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ერთად იდგა, ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო დღე იყო 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად ერთად გააკეთა განცხადება. ზუსტად ანალოგიური განცხადება აქვს გაკეთებული 2008 წლის ომის შემდეგ მის ქმარს ასევე სტაჟიან აგენტს დავით უსუფაშვილს. ასეთ მძიმე ვითარებაში ჩვენი ვალია, რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა პოზიცია და ოპოზიცია ერთად ვიყოთ. სწორედ ამ განცხადების შემდეგ უსუფაშვილმა საკუთარ თავზე აიღო ეგრეთ წოდებული ოპოზიციის კონსოლიდაცია და თითქმის ყველა მაშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც თავს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა, ომის გამჩაღებელი რეჟიმის გარშემო გაერთიანდა.
უსუფაშვილის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა მაშინდელმა ფსევდოოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის ტრიბუნიდან მან რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა და მის კოლეგებს დანარჩენ ფსევდოოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ იდგა ერთიანობის დრო. სხვათა შორის ეს ის თარგამაძეა, რომელმაც ომიდან რამდენიმე თვეში ოპოზიციონერის მანტიაში გახვეულმა მოღალატეობრივ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საერთაშორისო დოკუმენტებში სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ომის დაწყება დაადასტურა, დოკუმენტს ხელი მოაწერა და ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის გასამართლებისთვის გაწირა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევა, რომ არა მუხჩა უხრელი შრომა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში პროცესების შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებისთვის უმძიმესი სცენარით განვითარებულიყო. დღევანდელი განმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია მსჯელობა და ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის სპეცოპერაცია. მათ გასცეს დავალება და მათ მიერვე მართული ფსევდოოპოზიცია სრულად გამოიყვანეს იმჟამინდელი ხელისუფლების ყალბი ოპონირების რეჟიმისგან. ეს მისია კი საკუთარ თავზე სწორედ დავით უსუფაშვილმა აიღო. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით გარედან მიღებული დავალების შესაბამისად შექმნეს ილუზია და განცდა, რომ იმ მომენტში კრიტიკული აზრის გამოხატვა, რეჟიმის მისამართით კითხვების დასმა და ომის თემაზე მათთვის არასასურველ კონტექსტში საუბარი მორალური დანაშაული იყო. სადაო არ არის, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დღეებში პოლიტიკოსის მხრიდან ომში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა არ იქნებოდა სწორი. ვისი დაწყებულიც უნდა ყოფილიყო შეერაღებული დაპირისპირება, მაგრამ საინტერესოა, ომიდან 4 და 5 თვის შემდეგ რატომ გააგრძელეს იგივე რიტორიკა უსუფაშვილმა, ხიდაშელმა, თარგამაძემ და მათ გვერდით მყოფმა პოლიტიკოსებმა. ვის ან რის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები? პასუხი მარტივია, მაშინდელ ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ერთი პატრონი ჰყავდათ. დავალებებს ქვეყნის გარედან იღებდნენ და იმ მომენტში, როდესაც აგენტი პრეზიდენტი იყო გადასარჩენი, ყალბი კონსოლიდაციის დავალება მიიღეს და ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. გაერთიანდნენ იმიტომ, რომ თავად იყვნენ მონაწილე იმ დავალების აღსრულების, რასაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღება და საქართველოს ისტორიული მიწების ოკუპაცია მოჰყავდა შედეგად. ფსევდოოპოზიციონერებმა სწორედ ყალბი ერთიანობით სცადეს, როგორმე გაემართლებინათ მათ მიერვე შესრულებული უმძიმესი დავალება, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინაშე ღალატის სტოლფასია. მართული ოპოზიციის მსგავსად სააკაშვილს ფსევდოდემოკრატიული მედიაც სჭირდებოდა. ზოგადად აგენტურული მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ილუზორული პარალელური სამყარო შექმნა და ამ სამყაროში პროპაგანდით გაბრუებული საზოგადოების მარტივად მართვა, რასაც ზედმიწევნით ზუსტად აკეთებდა მაშინდელი რეჟიმი. ყოფით ნაკლებად პრობლემურ საკითხებზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ფსევდოოპოზიციური მედიის როლი ტელეკომპანია კავკასიას განუსაზღვრა და პარალელურად წამოიწყო ბრძოლა მაესტროს ხელში ჩაგდების მიზნით, რომელიც სრულად კონტროლირებად მედია სივრცეში თავისუფალი სიტყვის კუნძულად რჩებოდა. გარკვეულ ეტაპზე რეჟიმის სატელიტების მეშვეობით მოახერხეს მაესტროზე გავლენის მოპოვება და მას კავკასიის მსგავსად იყენებდნენ წარმოსახვითი განცდის შესაქმნელად, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობდა კრიტიკული მედია და შესაბამისად ისმოდა კრიტიკული აზრი. აი მაშინ, როდესაც დადგა მომენტი და სააკაშვილს რეალურად დაუპირისპირდა მისი ყოფილი თანაგუნდელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ მომენტში არ განეკუთვნებოდა სააკაშვილის პატრონების მართულ პოლიტიკურ ელიტას და არიჯდა უცხოეთში დაწერილ სცენარში, მას სწორედ ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტელეკომპანია კავკასია და ნაწილობრივ კონტროლირებული მაესტრო დაუპირისპირეს. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც სააკაშვილი არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ასევე არ ყოფილან უსუფაშვილი, ხიდაშელი, თარგამაძე და იმდროინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპონენტები და არც ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია ყოფილა ჭეშმარიტად კრიტიკული. მათი დიდი ნაწილი კრიმინალური რეჟიმის ფასადურ დემოკრატიას აფარებული ლეღვის ფოთოლი იყო. საზოგადოება ხედავს, რომ იმ პერიოდში რეჟიმთან დაპირისპირებული პარტიებიდან თუ ცალკეული პოლიტიკოსებიდან მხოლოდ რამდენიმეა, ვინც დღესაც მათ წინააღმდეგ და შესაბამისად საქართველოს ინტერესების მხარეს დგას, ვინც არ აღმოჩნდა სხვადასხვა დროს შექმნილ ფანჩატურში. ის ნაწილი კი, რომელიც იმთავითვე ფსევდოოპოზიციად შეიქმნა, დღეს კვლავ ნაცმოძრაობის გვერდით დგას, რაც ადასტურებს, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავდათ და ჰყავთ, რომელიც გასცემს დავალებებს და აღნიშნულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. თუმცა მათ დასაუბედუროდ ქართულმა ხალხმა ეს პოლიტიკური განტოლება წარმატებით ამოხსნა და ჩვენი საზოგადოების მოტყუება აგენტურას აღარ გამოუვა. პირველი კანონმდებელი 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს Facebook პოსტით ეხმიანება შალვა პაპუაშვილი NGO-ების დონორთა პასუხისმგებლობის საკითხზე წერს.
ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე NGO-მა ამას რძენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზისღით ალისილიენი შეიერაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაიღობდნენ 9 აპრილის მონაწილეებს. მათ ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა. მეორე დღეა, რაც ამ NGO-ების დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე. მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსად აცართვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ეს არის რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. მასში ჩართულები არიან როგორც აქტორები ჩვენს ქვეყანაში, ქართველი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე აქტორები ქვეყნის გარედან. არ სურთ მათ პასუხისმგებლობა აიღონ იმ დესტაბილიზაციის მცდელობებზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენ ქვეყანაში. სწორედ მათი მხრიდან ხდებოდა დაფინანსება და ხელის შეწყობა ქვეყანაში პოლარიზაციის. იგივე ხდება ახლაც, იგივე ხდება გარკვეული აქტორების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის ხელშეწყობა და დესტაბილიზაციის ინსპირირება. ჩვენთვის დასანანი იყო, რა თქმა უნდა, ის სიძულვილი, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეს, რომლის უკან პირდაპირ იდგნენ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადრეც არაერთხელ არიან შემჩნეული მსგავსი ტიპის ძალადობაში და რაც ყველაზე უფრო დასანანია, ვიხილეთ სრული დუმილი იმ ევროპელების თუ სხვა საელჩოების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ან პირდაპირ აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, ან პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ხოლმე. უნებრივია ამ, ასე ვთქვათ, თარიღის და ამ დღის და ამ მნიშვნელობის მისაკუთრება და პოლიტიკური მიზნებისთვის და ვიწრო მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენება სრულიად ამორალური და დაუშვებელი არის. კარგი იქნება, რომ დიახ, დონორებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ, საელჩოებმა, სხვადასხვა წარმომადგენლებმა, ვინც ბუნებრივია, რომ პირდაპირ თუ ირიბად ამ ყველაფერს ან ამართლებდა, ან სხვაგვარად ფიქრობდა, მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის, რომ დააფიქსირონ კაფეო პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ორმაგ სტანდარტზეც წერს, შალვა პაპუაშვილი პოსტს ურთავს ვიდეოს, რომელიც ბერლინსა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ამ საკითხზე შეფასებები გაკეთდა მართველ გუნდში. მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ მას გერმანულმა სასამართლომ 6 თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა. მარჯვენა ვიდეოში თბილისია. ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადე სასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო. ის რაც დაშვებულია ყველგან, ის რაც დაშვებულია დემოკრატიულ სამყაროში, სამწუხაროდ უკვე წლებია საქართველოში საღდება როგორც დემოკრატიის უკუსვა და ამას მიეცა გარკვეულწილად კამპანიური ხასიათი საქართველოსთან მიმართებაში. ყველაფერი იქნება ეს პოლიტიკა, ქვეყნის შიდა პოლიტიკა, იქნება ის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, იქნება ის ქვეყნის სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები თუ მართლწესრიგთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს შემთხვევაში ზოგიერთებისთვის ეს სხვანაირად ჩანს, ვიდრე ეს ვთქვათ ბერლინიდან, პარიზიდან ან სხვა დედაქალაქიდან ევროპის მასშტაბით. უთვალავი მაგალითი ვნახეთ უკვე, როდესაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული ქმედება არის, მაგალითად შიდა ტერორიზმი, იგივე ქმედება ჩვენთან შეიძლება შეფასდეს როგორც მშვიდობიანი პროტესტი. აი ესეთ ოქსიმორონთან გვაქვს საქმე, სრულიად გაუგებარი ქმედებები და ამიტომ გვაქვს ხოლმე ჩვენ ეს კითხვები და კრიტიკა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არავის სიამოვნებს და ეს ჩვენი პრინციპი არ არის, რომ ვინმე ვაკრიტიკოთ, ჩვენ უბრალოდ ხედავთ პრობლემებს, რომლის უკანაც ხშირად ან დაფინანსებით, ან ზეპირსიტყვიან პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება დგანან ხოლმე ეს ძალები და ეს საელჩოები. ამიტომ ამ კითხვებს სჭირდება მეგობრებო პასუხი. მე ვისურვებდი, რომ ამ ძალებმა გაასწორონ თავიანთი პრიორიტეტები
და ეს მოგცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე გავაძლიეროთ, გავამყაროთ ჩვენი კავშირები. როდესაც ისინი ჩვენსკენ იშვერენ თითს და ჩვენთან ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, ნორმოგის სტანდარტის მიღმა ალბათ არის რაღაცა პოლიტიკური დაინტერესებაც. იმისთვის, რომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა, თურმე ჩვეული არის დაპატიმრება და იმისთვის, რომ პოლიცია რეაგირებას აკეთებს სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის თუ მთლიანად სოციალური ცხოვრების ბლოკირების მცდელობაზე, თურმე ეს ყველაფერი ყოფილა ადამიანის უფლებების დარღვევა, რა თქმა უნდა, სრულებით არის აღრეული ყველანაირი სტანდარტები და მორალური კომპასი. არასერიოზული და დაუსაბუთებული ასე აფასებს მმართველი გუნდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს სახელმწიფო გუნდის სამართალზე საუბრისას უცხოელ ბიუროკრატებს ბრალდებულ და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს ახსენებს, რომელიც მათ შორის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება. როდესაც ადამიანების წანებაში და არამომოკვებაში სისტემურად იღებს მონაწილეობას, ეს ხდება შემდგომში ლეგიტიმური საფუძველი შენი სანქციების დასავლურ სამყაროში. ადრე რაღაც რამდენიმე წიანდადება მაინც ეწერათ ხოლმე, ახლა სულ 4 სიტყვიანი წიანდადებაა და ამიტომ მაგითო თქვი, ჩემი პასუხიც იქნება 4 სიტყვიანი წიანდადება საერთაშორისო კრიმინალი დავით კეზერაშვილი. სანამ ეს ფაქტორი დამოკლეს מחვილივით იქნება ჩამოკიდებული დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, მინიმუმ არასერიოზული და არაგულწრფელი იქნება დიდი ბრიტანეთის ეს ნაბიჯები. ხედავთ სანქციებით ომთან მიმართებაში, რომელიც არის გაჩაღებული ჩვენი ქვეყნის მე ვიტყოდი რომ სუვერენიტეტის მიმართ, რომელსაც ამა თუ იმ უწყების პირების მიმართ ხდება ეს გამოყენება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აფიქრებინებს და სრულიად ნათელი არის, რომ ხდება იმისთვის, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ მიერში. გულისწყვილით მინდა აღნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, როდესაც დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ხედავთ ასეთ უარგუმენტო თუ შენ შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათ იმის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის საკითხზე იმსჯელეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ცვლილებებით რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება. მთავრობის განცხადებული პოლიტიკა და გუნდის განცხადებული პოლიტიკა გახლავთ, რომ ეტაპობრივად გონივრული, ასე ვთქვათ, გათვლებიდან გამომდინარე, მუდმივად ხდებოდეს თვითმმართველობის და რეგიონების პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც დეცენტრალიზაციაში და მათ შორის დეკონცენტრაციაშიც გამოიხატება. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ხდება რეგიონალური პოლიტიკის გაძლიერების მიზნით რეგიონალური განვითარების სამინისტროს ჩამოყალიბება. და რა თქმა უნდა, კომიტეტისთვის ეს არის პროფილური საკითხი და ჩვენ დადებითი დასკვნა მივეცით პირველი მოსმენისთვის. ვესალმებით კანდიდატურას, მინისტრის კანდიდატურას, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს შემთხვევაში დაასახელა პრემიერ-მინისტრმა და რა თქმა უნდა, ყველა ის წარმოდგენილი ცვლილება, მათ შორის დასაბუთება, რაც გულისხმობს საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მოცემულობას და მისი ხარჯვის აუცილებლობას, მუნიციპალიტეტებთან, თვითმმართველობებთან კომუნიკაციას და განვითარების იმ ახალი სტრატეგიების დანერგვას, რომელიც აუცილებელი არის, ნამდვილად ჭირდება აღნიშნული სამინისტროების გაყოფა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს იქნება უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის მოდელი. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პროდუქტი, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, ქსელიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე საბაჟო სამსახური იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლს ამკაცრებს. დღეს არსებული პროდუქცია, რომელიც არის დახლებზე განთავსებული, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, არის
სრულად შესაბამისობაში სტანდარტებთან არის უვნებელი და არანაირ რისკს არ შეიცავს. ძეზია საუბარი, ძეზე და რძის პროდუქტებზე ყველა პროდუქცია იქნება 100% შემოწმებული უკვე საზღვარზე. თაწმინდის ფერდზე თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პროექტს 2020 წლიდან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართულ სრულად აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს 700.000 ინერგის დარგვას, საიდანაც 400.000-ზე მეტი უკვე დარგეს. ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება. ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე. უნიკალური პროექტია, რომელსაც ფონდი ქართო ახორციელებს, რომელიც გეგმისგან გამომდინარე მიმდინარე წელს დასრულდება. 700.000-ზე მეტი ენერგი დაერგება მთაწმინდის ფერდზე, რომელიც 700 ჰექტარს მოიცავს საერთო ჯამში. ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე, რაც ახლა კეთდება. განსაკუთრებით ეკოლოგიური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გლობალურად არსებობს და რა თქმა უნდა მზარდი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არის მწვანე საფარი, ტყე, სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი. თაწმინდის ფერდზე ქართული კაკბის გაშვების უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თბილისის და მთაწმინდის ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით. ეს სწორედ ის სახეობაა, რომელიც ენდემურია დედაქალაქისა და მისი შემოგარენისთვის. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების ამ კომპონენტის აღდგენა თვითონ ეკოლოგიური ჯაჭვის გაჯანსაღებას გამოიწვევს. პროექტი დაიწყო 2020 წელს. იგი მოიცავს 687 ჰექტარს, რომელიც დაწყებული ნარიყალადან ბაგებამდე მთელი თბილისის თავია. უკვე ამ ეტაპისთვის დარგული არის დაახლოებით 400.000 ენერგი. აქ არის დროებითი მოწყობილობა, რომელიც კაკბებისთვის ვიყენებთ ამ ვოლიერს, კაკბები და ხოხბების ყოველწლიურად ჩვენგან ხდება კაკბის და ხოხბის გაშვება, რათა უკვე პოპულაციამ ფეხი მოიკიდოს ამ ადგილზე. სამხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სახელმწიფოს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის. მოლაპარაკებების მიზანია პრობლემების მოსაგვარებლად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. მმართველი გუნდის შეფასებით, სახელმწიფოს სურვილია, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს ბიზნეს ინტერესი, ამავდროულად მაქსიმალურად გაითვალისწინონ დასაქმებულთა ინტერესი. კომპანია გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე წლები ამუშავებს უდიდესი ზარალის მქონე კომპანიას. საუბარი არ არის 1 და 2 მილიონიან ზარალზე, საუბარია ათეულობით მილიონ ზარალზე. ამ სიტუაციაში ვფიქრობთ, რომ რადგან ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, ეს საკითხის უფრო მორალური მხარეა ვიდრე სამართლებრივი, არ მიგვეჩნია სწორად, რომ კომპანიის მიმართ წნეხი უფრო უნდა გაზრდიარდე. გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, ასე ვთქვათ, უსასრულოდ წამგებიან რეჟიმში იმუშაოს. ეს ერთის მხრივ გასაგებია ბიზნესის მხრიდან, მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი შუალედური, ოქროს შუალედი მივიპოვოთ. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.